სტუდიაში გადმოვინაცვლებთ და დავიწყებთ საუბარს ისტორიკოს გუბას სანიგიძესთან. გუბაზი იშვიათად სტუმრობს სატელევიზიო ეთერებს, სადაც პოლიტიკაზე გვიწევს საუბარი, მაგრამ უმისოდ და უამისოდ არ შეიძლება. გუბას მადლობა, რომ დროების სტუდიაში გვესტუმრე. რა თქმა უნდა, საქართველოში არსებულ ვითარებაზე უსაუბროდ არ და ვერ გაგიშვებთ დროებიდან, მაგრამ მათ შორის საქართველოში არსებულ განწყობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონში განვითარებული მოვლენები, რომლის დინამიკაც უკვე საგრძნობი ხდება ყველასთვის. ეს ეხება სომხეთში არჩევნების შედეგებს თუ ეს ეხება უკრაინაში ფრონტზე არსებულ სიტუაციას და კიდევ უფრო მეტად რუსეთის სიღრმეში განვითარებულ მოვლენებს. პირველ რიგში მაინც მინდა რომ დავიწყოთ სომხეთის შედეგებით და მაყურებელს შევატყობინოთ ბოლო ინფორმაცია, რომელიც სხვა შორის სიახლეს წარმოადგენს და ახალი ამბავია იმ გაგებით, რომ აღმოჩნდა, რომ სომხეთის პარლამენტში ბოლო შედეგებით, რომელიც სესკომ შეაჯამა, უკვე არას 4 პარტია, როგორც თავიდან ივარაუდებოდა, არამედ 3 შედის. აქედან მართველმა პარტიამ ფაშინიანის 49,74% მიიღო საბოლოოდ, კარაპეტიანის პარტიამ 23% და 9,9 თითქმის 10 უკვე ბლოკმა სომხეთმა ეს კოჩარიანის პარტია, რაც შეეხება გაგիկ ცარუკიანის პარტიას, მან 4% ვერ დააგროვა, პროცენტი და რაღაც დააკლდა 4%-მდე, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაშინიანი სრულიად დამოუკიდებლად არა მარტო მთავრობას დააკომპლექტებს, არამედ პერსპექტივაში ჩდება შანსები, რომ კიდევ უფრო სერიოზული გადაწყვეტილებებისათვის საჭირო ხმების რაოდენობა დააგროვოს. მოდით ამ დეტალებზე ამ ეტაპზე ნუ გავჩერდებით, თქვათ რა მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიისთვის და მათ შორის საქართველოსთვის სომხეთში რუსეთის ასეთ აშკარა მარცხს. დიდი მადლობა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. საერთოდ სამხრეთ კავკასიაში სიმძიმის ცენტრი რუსული გავლენების ტრადიციულად იყო სომხეთი. ხარფერს არ ვამბობ ახალს და საკამათოს და მთავარი საყრდენი ხალხი კავკასიაში რუსეთის იმპერიის იყო სომეხი ხალხი. ახლა ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა, გიორგი, ახლა როცა რაღაცას ვამბობთ, აუცილებლად წინაპირობა, ანუ ისტორია უნდა ვიცოდეთ. ახლა სომხეთი ძალიან დიდი ისტორიის, დიდი მემკვიდრეობის მქონე ხალხი არიან სომხები, მაგრამ ამავე დროს ტრაგიზმით ახსავსი არის. ახლა ჩვენ ტრაგიზმი არ გვიკვირს ქართველებს, ჩვენ არ გვადგა კარგი დღე, მაგრამ რო ავიღოთ ახლა ისტორიიდან, სომხებმა უფრო მეტი განიცადეს და დაკარგეს თავისი ისტორიული ტერიტორიის, ძველი სომხეთი, რასაც ეძახოდნენ დიდი სომხეთი, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ სიდიადეზე ალაპარაკი, იყო ორი გეოგრაფიული სომხეთი, მცირე სომხეთი და დიდი სომხეთი, ანტიკურ სამყარო. იმის 2/3-ზე მეტი აქვთ დაკარგული სომხებს თავისი ისტორიული მიწების, როცა ჩვენ 3 ხეობის ქვეყანა ვართ, ხო, 3 ბასეინი, მტკვარი, რიონი და ჭოროხი, ხო, ჩვენ ჭოროხის საქართველოს დავკარგეთ, დაგვეკარგა, ხო, ისტორიული 1/3. მე ახლა განსხვავებით ჩვენგან, ჩვენ მე-19 საუკუნის დასაწყისში დავკარგეთ, ისიც 9 საუკუნე იბრძოდა საქართველო, ხო? სახელმწიფოებრიობისთვის და სომხეთმა მე-11 საუკუნეში დაკარგა კავკასიის სომხეთმა, ხოლო კილიკიის სომხეთმა მე-14-ში დაკარგა. ამიტომ სახელმწიფოებრივი მეხსიერება ჩვენ გაცილებით მეტი გვაქვს ვიდრე სომხებს. ხოთეშორის სომხეთის რესპუბლიკის ძალიან მაღალი თანამდებობის პირები მეუბნებოდნენ მე ამას, რომ თქვენ რა გიჭირთ, კაცო, თქვენ რამე რო იძინებთ, თქვენი სამეფო გესიზმრებათ და გახსოვთ და ჩვენ არაფერი არ გვახსოვს. ჩვენი. ხო? და ბუნებრივია 300 წელია სომხები ცდილობენ, რომ რაღაც მფარველობა ნახონ, იმიტომ რომ გეოგრაფიულადაც გეოგრაფია სომხეთს გაცილებით უფრო სახიფათო აქვს ვიდრე ჩვენ. ჩვენ კავკასიონის მთები გვიცავს, სხვა გვაქვს. ხო, ბევრი რაღაცები გვაქვს კიდე. აი სომხეთი იყო ეგზაჯვარე ცივილიზაციური დაპირისპირების, სამხედრო დაპირისპირების პირდაპირ ცენტრში იყო რა. 1000 წლეულები ასე იყო ეს. ამით იზარალა სომხეთმა ძალიან, ხო? 300 წელია გიორგი ცდილობენ, რომ რუსეთისგან რაღაცა პირობები მიიღონ და ტყუილის მეტი არაფერი. საერთოდ სომხეთი საუკეთესო მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის, პროფესორი, ჩვენთვის კი არა, იმ ქართველებისთვის, ვისაც რუსეთს იმედი აქვს და
ამითი დაიბადა და როგორც ჩანს 100 წლის მერე ჯვარისწერია სულ ამითი მოჩავლენ საფლავში რომ რუსეთის იდეა და ამბები ხო ახლა რა ვიცი რამხელა სომხები ცდილობდნენ ამას ხო იყვნენ ისეთები როგორც იყო იოსებ ემინი მაგალითად ხო შაამირიანი ინდოელი დიდვაჭარი სომეხი ამათ ისეთი პროექტები ქონდათ რომ აი რუსეთის იმპერია უნდა იყოს გარანტია სომეხ ხალხის გადარჩენის სხვათა შორის ემინს ქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა ერეკლე მეორესთან და სხვათა შორის ამის იდეის მომხრეები იყვნენ ყველა ეს დიდი სომხები მე-18 საუკუნის სომხები მე-17 საუკუნის სომხები რომ სომხურ-ქართული კონფედერაცია უნდა გაკეთდეს ქართველი ბაგრატიონების ეგიდის ქვეშ და ემინს სხვათა შორის მეფე ერეკლეზე საერთო ქართულ სომხური სამეფოს გერბიც ჰქონდა გამოგზავნილი მაგრამ ეს კატასტროფა რაც მოხდა ხა თბილისს დაეცა მუჰამედ ხანი აჯარი როცა შემოვიდა მე რუსეთი გამოჩნდა ხო და იმედი ქონდათ ხო აღმავალი ქრისტიანული იმპერია იმედი აქვს სომხებს ანუ რუსეთის იმედზე ყოფობის ვირუსი დავარქვათ ამას მარტო ჩვენ არ გვჭირს ჩვენზე უფრო მძიმედ ავადმყოფობდა სომეხი ხალხი ამით და უფრო ხანგრძლივად მაგრამ აი აგერ საუკეთესო მაგალითია რუსეთ-უმეებისთვის როგორ მოექცა ასეთ ერთგულ გეოსტრატეგიულ მოკავშირეს რუსეთი ყარაბაღთან დაკავშირებით ეს არ არის პირველი ისტორიული პრეცედენტი დიდი გენოციდი აბა ვისი პროვოცირებით მოხდა რაღაცები შეპირდნენ ოსმალეთის სომხებს მერე შეატოვეს გამძვინვარებულ ოსმალებს ხო და ბევრჯერ გაუკეთებიათ ასე ბევრჯერ გაუკეთებია ლენინის და ათათურქის შეთანხმება ჩვენ ბათუმის ოლქი ჩააბარა ლენინმა მაშინ ათათურქს და სომხეთის 60% დაუთმო ათათურქს მაშინ ხო ამიტომ სომხები გამოდიან ამ მდგომარეობიდან ბოლო ავადმყოფობა პრორუსობის სომხებმა გადაიარეს სამწუხაროდ ტრაგიკული რასაც ყარაბაღის ბოლო ომი ერქვა ხო როცა აბსოლუტურად ყველანაირი სამოკავშირეო ხელშეკრულებები დაარღვია რუსეთმა. ამიტომ სომხებს როგორც ჩანს იმუნიტეტი გაუძლიერდათ ამ ვირუსის საწინააღმდეგო და გამოდიან ამ მდგომარეობიდან დაახლოებით 2 თუ 3 წლის წინ აი შენთან ვიყავი სტუდიაში გიორგი და ვამბობდი რომ სომხეთიდან გავა რუსეთი ყველავარი ეს ის კი არ არის რაღაცა სიზმარი ვნახე ვიღაცა გამომეცხადა და მეთქვა ლოგიკა ასეთი რა როცა ცუდი მოკავშირე ყავს ვიღაცას ცუდი მფარველი პროტექტორატის ქვეშ არის და ცუდი მფარველი ყავს ქვეყანას ხო ის მერე უარს ამბობს ითუმეტეს ახლა სხვა ვითარება უკრაინის ომმა რადიკალურად შეცვალა დიდება უკრაინას და მადლობა უკრაინელ ხალხს რომ ყველა ჩვენ აი ეს რუსეთის მონაპირე ხალხები ვინც სულ ვიყავით რუსების ტყუილების, სიცრუის, ზემოქმედების, ჩაგურის, შანტაჟის, ხო? არავითარ რუსეთის მეზობლებს აკრძალული გვაქვს რუსებზე უკეთესად ვიცხოვროთ. ეს არის მათი საგარეო დოქტრინა. ჩემზე კარგად არ უნდა იცხოვრო, არადა თვითონ ყოველთვის უნდა ცხოვრობს. ყოველთვის შიმშილი ურდოდან მოყოლებული რუსეთის პრობლემა იყო. იყვნენ განათლებული იმპერატორები ალექსანდრე მეორე იყო თქვა რაღაცა ვერ ქნეს ვერ გამოცვალეს ხო და აი სომხეთს როგორც ჩანს იმუნიტეტი გაუჩნდა და გამოდიან ჩვენ ვესწრებით აი ისტორიული მნიშვნელობის კავკასიის მასშტაბებით და არა მარტო დიდი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით მოხდა იქონიებს გავლენას ეს არჩევნები და თუ დაუკვირდებით როგორი გაშუქება იყო მთელ მსოფლიოში დაწყებული ჩინეთთან დამთავრებული კანადით ყველა დაინტერესებული იყო სომხეთში შტატების პრეზიდენტის გამოხატული სიამაყით რომ ის მხარდამჭერი კანდიდატმა გაიმარჯვა სხვათა შორის ბატონი ტრამპი პრეზიდენტ ტრამპი ძალიან კმაყოფილია იმიტომ რომ მის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვა დღეს დაბადების დღე აქვს სხვათა შორის სრული გო შეგიძლია დიახ ხო და ამიტომ დიდი ამბავი არის ახლა ჩვენ და სომხების ურთიერთობა იმდენად გადაბმული ერთმანეთს ეს იქონიებს
მე მინდა ერთი რამე ვთქვა, როგორც ისტორიკოსი ვიტყვი. არსებობს ქართულ სომხური ურთიერთობა, ეს არის უნიკალური ურთიერთობა მსოფლიოს ისტორიაში. ახლა მეზობლები ვის არ აყავს? ყველას ყავს მეზობელი, ხო? მეზობლების ურთიერთობა ეს არ არის უცხო, ჯერ კერძო ადამიანისთვის და მერე კიდე ერებისთვის მით უმეტეს, მაგრამ განსაკუთრებული მე ანალოგიას ვერ ვნახულობ. განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს ქართველებს და სომხებს. 3000 წლოვანი ურთიერთობა. არ არსებობს სხვა. ტყუილია ვერავინ ვერ მოძებნის. ისეთი გადაჭდობილია ჩვენი ისტორია, რომ ერთმანეთს გეოგრაფიულ სახელებს ვეძახით. ჩვენ შერქმეულ სახელებს კი არ ვეძახით. არავინ ჩვენ ვრაცებს არ გვეძახის, მარტო სომხები გვეძახიან. რაც ნიშნავს ზემო ქვეყანა. ზემო ქვეყანას. ხო? და არავინ სომხებს არ ეძახის, მარტო ჩვენ ვეძახ, რაც ნიშნავს ქვემო ქვეყანას, სამხრეთის ქვეყანას. ანუ გეოგრაფიულ ტერმინებს ვეძახით. განუზომელია სომხების როლი საქართველოს ისტორიაში და განუზომელია ქართველების როლი სომხეთის ისტორიაში. ნებისმიერი წიგნიერი თუ უწიგნური სომეხი ჩადით ერევანში და ახსენეთ დავით აღმაშენებელი, მათი მხსნელია გიორგი. ყველა მიცის ეს. ყველა სომეხმა იცის, რომ ოდესღაც სომეხი ხალხი, რომელიც სულ გადარჩენა არ გადარჩენა ზღვარზე იყო ჩვენსავით, მაგრამ ჩვენ უფრო ყოჩაღად ვიყავით და სამეფო ქონდა და კავკასიონი გვიცავდა და ისა რა ქვია ჩვენი ის ქონდა რა ქვია სახელმწიფო და მეფე ყავდა ჩვენ. მათ ადრე დაკარგეს, ძალიან ადრე დაკარგეს. ხოთაშორის ბიზანტიელების ბრალია სომხეთმა რო დაკარგა თავის დროს სახელმწიფო, როცა გაგიკ მეორე გადააყენეს საერთოდ, ხო? მაგრამ სულ გადაყოფნა არ ყოფნის ზღვარზე იყო ეს ხალხი, ხო? და ყველა სომეხმა იცის, რომ დავით აღმაშენებლის გადარჩენილები არიან მაშინ. როცა ანისი დაიბრუნა და სელჯუკები გარეკა იქიდან და სომხეთი კი არ გაანთავისუფლა ხეს არასო შემოიერთა სომხეთი. და სომხური კულტურის რენესანსი ემთხვევა დაახლოებით ჩვენს რენესანსს. მე-12 რატო არის სომხური კულტურის რენესანსი? იმიტომ რომ ქართველი ბაგრატიონების მეფობის ქვეშ იყვნენ და თქვენ რომ ნახოთ მაშინდელი წარწერები ტაძრებზე, საფლავებზე, სხვათა შორის არის, ხო? აღნიშნული არის ქართველი მეფეების სახელებით იწყება და მათი წერლობა, მათი იგავარაკები იყო ძალიან გავრცელებული ხითარგოში უდიდესი ყავდათ მოაზროვნე სომხებს, ხო? სომეხი ისტორიკოსები სულ წერენ რომ იწყებენ თავის თხრობას ქართველი მეფეების ლოცვა კურთხევით, რომ გადაგვარჩინეს ბაგრატიონებმა და ახლა ეს საზღვარი ჩვენი კულტურულ ცივილიზაციურ საზღვარი დაუდეს სულ კამათობ ჩვენ საზღვრებზე და არა მარტო გეოგრაფიაზე კი არა, არამედ კულტურულ ცივილიზაციურ საზღვრებზე და საკამათოც არ არის, იმიტომ რომ იმდენად ერთი სხეული ვართ, ორი ქრისტიანი ხალხი, ახლო აღმოსავლეთ ჩვენ სომხები, ეთიოპელები, შუი მეორე, ყველაზე ძველი ქრისტიანი ერები ვართ, ხო? უბრალოდ იქ სხვაობა ჩამოყალიბდა იმაში, რომ სომხებმა მონოფიზიტობა აირჩიეს და ჩვენ ქალკედონს გამოვყევით და დღემდე მოვყვებით. ხო, ეს სხვაობა იყო და მე ახლა არც ერთ სომეხი არ მიწყენს ახლა ამის გამო, მაგრამ სტრატეგიული შეცდომა იქნა მაშინ დაშვებული, როცა ქალკედონს არ გამოყვნენ სომხები. წმინდა პოლიტიკურს ამბობ, ახლა რელიგიურ დისპუტში მე არ შევდივარ, ფასად დაუждათ ეს სომხებს. აი დღემდე მოვიდნენ ის დანაკარგები, რაც აქვთ თუნდაც ტერიტორიული, კულტურული, ეთნოფსიქიური, ხო? ეს ამის პრობლემა იყო, თორე დანარჩენი ერთად ვიბრძოდით. გაუგებრობები იყო, როგორ არ იყო. მე ამას გაუგებრობებს ვარქვი, მაგრამ როცა პოზიტიური 10 ჯერ უგებს ნეგატიურს ერთს
ხო ახლა ეს უკვე ნიშნავს რომ გადაბმულები ვართ ერთმანეთს და ახლა სულ შეჯიბრში ვართ. ყოველთვის რაღაცაში ხან ჩვენ უსწრებდით, იყო საკითხები რაშიც ახლა განათლება, დიპლომატია, გარეთ, ესენდი ხო რაღაცები ახლა სომხებს უფრო ძლიერი ემიგრაცია ყავთ. თუმცა ის მათი კატასტროფის შედეგია იმ ხელა ემიგრაცია რო ყავთ რატო? იმიტომ რომ სახელმწიფო დაკარგეს ხო, მაგრამ ახლა გადაგვასწრეს მათ და ამავე დროს სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა უნიკალური ვითარება, როდესაც ასევე ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან და ხალხთან და სახელმწიფოსთან ერთად თავად სომხების ურთიერთობის დარეგულირების ეს არის გრანდიოზული ამბავია. ძალიან მტკივნეული, ძალიან დიდ კივილთან დაკავშირებული და ეს ჭრილობები ამის მოშუშებას დრო დაჭირდება და ბოლომდე ვერასოდეს მოშუშდება, მაგრამ ამ ქვეყნების ლიდერები მათ შორის ამ მიმართულებით დგამენ სერიოზულ ბიჯებს. და საქართველოს ამ დიდი ტენდენციისთან განსხვავებული ქვეყნები ვართ. პოლიტიკური წყობის თვალსაზრისით მაინც აზერბაიჯანი შეიძლება და გვეხსენებინა, მაგრამ ახლა ჩვენთან რა წყობად ჩამოყალიბდა და რა მოდელიც გაფებს გადგმულდა იმედია დროებით, ვერ ვიტყვით რომ დემოკრატია, ხო? ამ ნაწილშიც განვსხვავდით უკვე. აი რეგიონს რა პერსპექტივა უჩნდება დასავლეთთან კოალიციის დავარქვათ ამას ღიად, მათ შორის შეერთებულ შტატებთან ცალკე სპეციფიური ურთიერთობისა და ევროკავშირთან ასევე ცალკე სპეციფიური ურთიერთობის, რომელიც დიდ სურათში დიდი სტრატეგიული ურთიერთობა, ესე ვთქვათ, ინტერესებიდან გამომდინარე ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ არის. აბსოლუტურად ყოვლის მომცველი შეკითხვა, ხო, ახლა შეეხება აზერბაიჯანს და სომხეთს ურთიერთობა. იცი რა არის? პრობა და ცუდის გახსენება არის ძალიან ადვილი ახლა. ჩვენ ვიცით ასეთ ხალხები, ვისაც მანდამაინც კარგი რაღაცები არ ახსოვთ ისტორია. აი მაგალითად სანიმუშო არის ჩემთვის უკრაინელებსა და პოლონელების დღევანდელი ურთიერთობა. არ არის დასამალი, რომ საკმაოდ სისხლიანი ურთიერთობა ქონდა უკრაინელებს და პოლონელებს და იმ დიდ გაუგებრობაში უკრაინა რო აღმოჩნდა, რასაც ქვია რუსეთის იმპერია, ზუსტად ამის შედეგი და გამოძახილი იყო, ხო, როცა რუსეთის იმპერია შევიდა უკრაინა და უпростоრად რუსეთის შემადგენლობაში და მერე გახდა იმპერია. უკრაინამდე რუსეთს ერქვა მოსკოვის სამეფო. ქართველებმა ბევრმა არ იცის, რომ პეტრე პირველამდე რუსეთის იმპერია არ არსებობდა. იყო მოსკოვის სამეფო საერთოდ, ხო, მაგრამ ხარა შეეხება აზერბაიჯანს და სომხეთს, ეს არის დიდი გმირობა ორივე ხალხის და მათი ლიდერების და ყოველგვარი გადაჭარბების, ვამბობ ახლა ტრამპზე არის სულ ლაპარაკი, რომ ნობელის პრემია უნდა. ეს ისეთი თემა და ისეთი პრობლემა მოგვარდა, ეს ცივილიზაციური პრობლემა იყო, გიორგი, ეს არ იყო მარტო ჩაიჩოჩე და ეს ჩემია და ეს შენი არ არის. ცივილიზაციური, იმიტომ რომ ქრისტიანული ქვეყანა, მეორე ისლამური ქვეყანა. კი ორივე საერო. განსაკუთრებით აზერბაიჯანი, ახლა აზერბაიჯანი ისლამურ სამყაროში ერთ-ერთი მოწინავეა, რასაც ქვია საერო სეკულარული სახელმწიფო ხო ახლა და არც ის არ დაგვავიწყდეს, რომ პირველი ქალი დეპუტატები ისლამურ სამყაროში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა რო იყო მაშინ ჩვენ ტყუპის ცალი. ხო ისევ როგორც პარალელურად საქართველოს საქართველოში დიახ ეს დიდი ამბავია ხო თუ რამეში მართლა ტრამპს ნობელის პრემია ეკუთვნის ეს ძალიან სერიოზული პრობლემა იყო ეს ერთ-ერთი მოუგვარებელი პრობლემა იყო და უკვე ქრონიკულში გადადიოდა ისეთში როგორც არის მაგალითად ისრაელისა და არაბებს და პალესტინას შორის დაპირისპირება ხო თქვა შიიტებს და სუნიტებს შორის დაპირისპირება რომელიც ქრონიკულია უკვე აი როგორ უნდა დასრულდეს არავინ არ ეცეს კომპრომისი უნდა იყოს და რა არის კომპრომისი არავის არ აქვს წარმოდგენა ხო აი ამ დონის იყო სომხურ აზერბაიჯანულ ეს არ დაწყებულა საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში ძალიან ძველია ეს პრობლემა ხო და აი ეს არის გმირობა ლიდერების და გმირობა გამარჯვებულის და დამარცხებულის ორივეს გმირობა ჭირდება გამარჯვებულს თავისი წილი პასუხისგებლობა აქვს და დამარცხებულსაც თავისი წილი პასუხისგებლობა აქვს. იმედი მაქვს სომხეთში რევანშიზმი არ იქნება. და ყველანაირი მონაცემი. ახლა რა შეეხება პაშინიანის, უნდა ვთქვა გიორგი, სხვანაირად არ შეიძლება, იმიტომ პაშინიანს მე ვიცნობ საკმაოდ კარგად და როცა ოპოზიციაში იყო მაშინ
მე შეხვედრა როცა მქონდა ახლა დელეგაციები მოვდიოდით ხასის ისინი ჩამოდიოდნენ ხან ჩვენ ისინი მას მინძლობდნენ ხან ჩვენ ხო ახლა პაშინიანი იყო წარმომადგენელი ოპოზიციის მაგრამ მე და მას ჰქონდა ძალიან საინტერესო და ხანგრძლივი საუბარი საომავლო ურთიერთობებზე რა გარდა სუფრისა სადაც ქართველი და სომეხი გადასარევად ეწყობიან ერთმანეთს ხო გარდა ამისა გქონდა გარკვეული შეხედულებები რაღაცეებზე ახლა 3000-ლოვანი მეხსიერება გვაქვს ორივეს ერთმანეთის მიმართ ხო ამიტომ ვერ მოვატყუილებთ ერთმანეთს ჯერთი არც არის ამის სიმცდელობა არ ყოფილი მაგალითად პაშინიანი არის იმ იდეის მიმდევარი რაზედაც მე წეღა ვილაპარაკე სომხურ ქართული უпроსოდ ქართულ სომხური ან კონფედერაცია ან ფედერაცია ან კავშირი მაგალითად ის თulis რომ 19 საუკუნის ქართველებმა და სომხებმა დაუშვეს სტრატეგიული შეცდომა და კერძოდ ნახეთ როგორ საინტერესო რამეს ამბობს პაშინიანი ეს მისგან ამაკ მე მოსმენილი და ეს ადამიანი ახლა არის სომხეთის პრემიერ-მინისტრი სამჯერ გამარჯვებული თან როგორ პირობებში ხო ის ამბობს რომ მე-19 საუკუნის ქართულმა სამხედრო არისტოკრატიამ და სომხურმა ბურჟუაზიამ დაუშვა შეცდომა რომ ერთმანეთთან არ შევათანხმეთ საერთო ინტერესები და რუსეთის იმპერიაში და შიგნით რუსეთის საიმპერატორო კარზე თუ ხელისუფლებაში არ ქონდა შეთანხმებული საერთო მოსაზრებები ჩვენს განვითარებას ის იოსებ ემინის მიმდევარი ვარ რომ მე მეუნებოდა ისა და ამბობდა ამას რომელსაც უნდოდა ქართულ სომხური აი ერეკლეს მეთაურობით ისა ხო რა აი ჩვენი შეცდომა ეს იყო რომ ცალ-ცალკე ხო ვიყავ ქართული სამხედრო არისტოკრატია ვიცით რას ნიშნავს ქართული არისტოკრატია მე გენერალიტეტი იყო რუსეთის არმიაში ყველას დაწინაურებული არა რუსებს შორის იყვნენ უკრაინელები და ქართველები მე ხო ფაქტია ეს ო სომხებიც იყვნენ, მაგრამ ნაკლებად, ხო? და სომხური ბურჟუაზია, რომელსაც დიდი ფინანსები, დიდი კაპიტალი ჰქონდა, ხო, იმის მაგერად რომ ერთად შეგვეთანხმებია, აი იმ ძველ გზას გავყოლოდით, ხო, რასაც გეგმავდნენ ჩვენ დიდ წინაპრები 300 წლის წინ, ხო? აი ეს არ შევათანხმებ, პირიქით ერთმანეთს დავეტაკეთ. და სხვათა შორის ქვათა ღაღაძე ქონდა ძალიან საინტერესო მოსაზრება ხო ქვათა ღაღადი ილია ჭავჭავაძის ის ამბობდა ამას რომ ეს იყო ამ გაუგებრობის შედეგი რა რო არ დავადგინეთ და რო ვერ შევთანხმდით და მიუხედავად ასეთი ხანგრძლივი ურთიერთობისა და ძალიან ხშირად ერთად ბრძოლისა ამას რა თუნდა ლაბარაკი ვახტანგ გორგასლის მხარეზეც იბრძოდნენ სომხები და ვარდან მამიკონიანის ჯარშიც იბრძოდნენ ქართველები და სომეხ არშაკიდებისთვის სომეხთა ქართველი ერთნაირი ქვეშევრდომი იყო ისევე როგორც ქართველი ბაგრატიონებისთვის ქართველები და სომხები ერთნაირი ქვეშევრდომი იყო ასე უყურებდნენ ისინი ამას ხო რაღაცა ერთობის განცდა ამ ოკეანეში რასაც უცხო ოკეანე ჯერ ზოროასტრიზმი მე ისლამური სამყარო ხო თუნდაც შიიტური სუნიტური ოსმალები ეს საერთო ირანში სომხურ სასაფლაოებზე არიან ქართველები დაკრძალული რატო იმიტომ თავისი საფლავები არ ქონდა და სომხების სასაფლაოზე ნახავთ ქართველ მართლმადიდებლების სახელებს ნახავთ ამიტომ ეს საერთო ჭირი ხო თან გვაერთიანებდა, მაგრამ რაღაცას ვერ მოვაბით. თავი ახლა გვაქვს ჩვენ ამის შანსი 21 საუკუნეა გიორგი და მე იმედი მაქვს რომ რახან ჩვენ შეჯიბრის სულისკვეთება გვაქვს ერთმანეთთან და სხვათა შორის ორივეს ფორმაში გვამყოფებს სომხებსაც და ქართველებსაც ხო? ქართველებში გაჩნდა ეს რომ ბიჭო სომხებმა როგორ გვაჯობეს კაცო? სომხებმა გადაგვასწრეს ევროპის გზაზე. დასტავარია კარგი. ეს უნდა გამოვიყენო. დასტავარია შურით არ ვლაპარაკობ. არავით არ შემთხვევაში. ეს შემატკივრობის შედეგი არის და სხვათა შორის აი ამ პროცესებმა ეს ცალკეულია ეს ადრე ვახშოვდეს ერთი რამე და დავასრულებ. წილად გააქრო რა თქმა უნდა ვახშოვდეს ერთი რამე რომ პაშინიანი ძვირფასო მეგობრებო სრული პასუხისგებლობით ვაცხადე. პაშინიანი არის უკიდურესად პროქართულად განწყობილი პოლიტიკოსი. უკიდურესად პროქართულად განწყობილი. გუბას პაშინიანს ისევე როგორც ალიევს ჭირდება სათანადო წონის და ხედვის მქონე სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის ქართველი ხელისუფლებაში. პარტნიორი.
ამ მხრივ ვართ კატასტროფულ მდგომარეობაში, რადგან არ არსებობს არც ერთი სტრატეგიული მონახაზი მოდელი, რომელშიც შეიძლება მწყობრად და თანმიმდევრულად ჯდებოდეს ის ნაბიჯები, რომელსაც ივანიშვილი კობახიძის თუ სხვა დანარჩენების მეშვეობით დგავს. აი სრული გაუგებრობა გვაქვს ჩვენი საუბრის შემდეგ ჩვენ ვაშინგტონიდან გვექნება ჩართვა, სადაც დენ ფრიდის სახელმწიფო მდივნის ცნობილი ყოფილი მოადგილისა და სხვათა მოსაზრებებს მოვისმენთ, რომელშიც აირეკლება უკვე ჩამოყალიბებული აზრი, მათ შორის ვაშინგტონში, რომ აი ამ ხალხთან რაიმე სერიოზული საუბარი უბრალოდ შეუძლებელია. ამის შთაბეჭდილებას, ამის დემონსტრირებას ახდენენ ესენი ყოველდღიურად, რომ არასერიოზული ხალხია, რომ არაპროგნოზირებადი ხალხია, რომ ამათთან რაიმე ტიპის პოლიტიკური პარტნიორობა უბრალოდ შეუძლებელი არის. ეს მოცემულობა გვაქვს დღეს საქართველოში, სადაც უკვე ბევრი შიდა პრობლემა წამოდის უკვე ზედაპირზე, ხო? აი ეს ვიდეო კადრები, რომელიც ნახეთ, გორში, ხო, ჩვენი ჟურნალისტების მიერ შემთხვევით გადაღებული და გამოქვეყნებული, როგორც იქცევა სისტემა. ნუ ახლა საბჭოთა მილიციური თუ გარკვეული მემკვიდრეობების გათვალისწინებით შეიძლება ვინმეს არ გაუკვირდეს, რომ ცალკეულ ძალოვანი სისტემა შეიძლება ცუდად იქცეოდეს, მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სახელმწიფო პოლიტიკის რანგში არის აყვანილი, რომ ამ ადამიანებს ახალისებენ, რომ ძალადობისა და სისასტიკის გამოვლინების გამო ადამიანებისთვის ეს გახდა კარიერული წინსვლის და ფულის მიღების წინაპირობები. ანუ ეს ვითარებაც მინდა, რომ შევაფასოთ მთლიანობაში, რომელიც გვაქვს და ამასთან ერთად ჩვენ ვხედავთ გამწვავებულ ენთუზიაზმს ბიძინა ივანიშვილის ქებადიდების უმაღლეს სახელმწიფო დონეებზე, გროსმაისტრები და ათასები სხვა რაღაცით დაამთავრებული და ამ ამბებში ზოგს მარცხი მოდის ელანზე, როგორც გუშინ მამუკა მდინარაძეს მოვიდა გაგორებასთან დაკავშირებით. რას გაგონებთ ეს სურათი და ეს სიტუაცია მთლიანობაში? პირველ დავიწყოთ გიორგი იმითი, რომ აქ მარტო ხელისუფლებაზე არ არის, არამედ მათ მომხრეებზე, ამომრჩეველზე არის პრობლემა. უღრმეს პატივისცემა ყველას მიმართ, ყველანი ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, მაგრამ ქართული ოცნების ამომრჩეველი თვლისას ცემეთ, ოღონდ ნუ გადავაღებიებთ ვინმეს. ცემეთ, ასე უნდა იყოს, აბარა. პოლიციელი იმისთვის არის, იმისთვის აცვია ფორმა, რომ მას აქვს ლეგიტიმური უფლება ცემოს ნებისმიერი. მათ შორის ჩვენ, სხვათა შორის თავისიანებს დაერია. და სხვათა შორის ამ დაზარალებულების რეაქციაც შეხედეთ, რომ არა, თქვენ კი არა ხართ ჯვარში კაცო, თქვენთვის კი არ ვიკლავთ თავს. პრეცედენტის დაშვება, აი ესეც კი არის მით. იმდენად პრიმიტივები არიან, იმდენად დაცემულები არიან ინტელექტუალურად, სულიერად, გონებრივად, რომ აი ცხოველური ინსტინქტებიც, რა გინდა კაცო, მე გამლახე, შენ რა შვაში ხარ. თქვენზე არ არის ლაპარაკი, რა თქმა უნდა, თქვენზეც არის ლაპარაკი, მაგრამ საომავლოდ რო კიდე არავინ არ გალახონ. ხო? ამასაც ვერ ხვდებიან, ხო? და მათი ელექტორატი არის ასე, თვითონაც ამბობდნენ, მათი პარტიული ბოსები ამბობდნენ, რომ კაც დამალეთო, ჩუბჩუბად გალახეთ, ღამღამობით გალახეთ. სამდე ვინმე ჩაარტყამ, თავში გაიხედეთ, გამოიხედეთ კამერა, ხო? ნახეთ რა დღეში არის, ბრუდე ლოგიკა ნახეთ მათ. მე ახლა ეს ამორჩეული და გადმოვინაცვლოთ უკვე გენერალიტეტში. ხო? აქ არის, ნუ სრული კატასტროფა, არ ვიცი ახლა ეს უკვე რა ვიცი, იუმორის თემაც არის, ახლა პროსკინეზაზე. გარდა ესე თუ პირდაპირი და იურიდიულიც ამ გენერალიტეტი. მართლა გენერალები ყავს პოლიტიკურ ელიტაში, იმიტომ. ხო და ახლა აქ შეჯიბრი არის ისეთი, რომ ნუ არ ვიცი, კისრის ტეხამდე მიდის ეს შეჯიბრი. ახლა მე და შენ გიორგი ჩვენს სალექციო კურსში მოგზაურობა წარსულში გვილაპარაკია პროსკინეზე, ანუ თაყვანისცემა. ეს არის დიდი ინსტიტუცია არის. ყველაზე უფრო განვითარებული იყო აღმოსავლეთში, რომ უნდა დაემხო, ესა მტვერი უნდა შეჭამო, ესა ფეხსაცმელები დაუკოცნო, კალთა დაუკოცნო და ესა პროსკინეზა და ჯო ალექსანდრეს არ გაუვიდა, ალექსანდრე მაკედონელს რა ესა რა. ხო, და რომის იმპერიაში არ გასულა ესა პროსკინეზა. აქ არის ნებაყოფლობითი თაყვანისცემა. ჩელაბიძია ქვე რუსულად რა მაგას რა გააქანებ რეკავ თავს დაემხობე ხო ეგ უფრო ხდება ხო ნუ იმიტომ ისიც მონღოლური ცივილიზაცია ხა უკრაინას და რუსეთს როცა ვლაპარაკობ შეიძლება საერთო წინაპარი ერთი ყავდათ მაგრამ მე კალკის ომის მე გაიყო ეს ორ ხალხად
უკრაინელები მაგდებურგის სამართალში მოხვდნენ, ლიტვის სათავადოში და ესენი მოხვდნენ ჩინგიზ-ყაენის დიდი იასის სამართლის ქვეშ იყვნენ და 400 წელი ისე ცხოვრობდნენ და ახლაც ისე ცხოვრობენ. რომ ყველაზე მართალი არის ხანი როზის იმას აქვს ყველაფრის უფლება დანარჩენები ვართ არაფერი ტარაკნები ვართ დანარჩენები და ჩვენთან ეს პრორუსობა ხო რა არის ეს არის პროსკინეზა რომ მე ვიღაცის უკანალი ვიღაცის თავი ვიღაცის უკანალშია და იმ ვიღაცის თავი კიდე ვიღაცის უკანალში უნდა იყოს აი ესაა რუსული სისტემა მართლობით აქ არის ესა საქართველოში ახლა მე რომ არა ვთქვა არ შემიძლია ხა ეს კობახიძეს დიდი მოაზროვნე და სახელმწიფო მოღვაწე ხო ბიძენა ივანიშვილს ადარებდა რომ ეს არის გროსმეისტერიო ჯერ გერმანული მაგანიცის მე არ ვიცი და გროსმაისტერი უნდა ეთქვა მე ეთქვა რომ არის ინტელექტუალიო ბიძენა უკვე გეცინება ხო და არის პატრიოტია ამაზე ხარხარით შეიძლება ხო საერთოდ ბატონ ირაკლი კობახიძეს ურჩევ რომ დაანებეთ ბიძინა ივანიშვილის ცილისწამებას თავი ეს არის ცილისწამება რა როცა არ ახარ და დაგაბრალებენ გროსმაისტერს განსაკუთრებით მოერიდეთ ბატონო ირაკლი იმიტომ რომ გროსმაისტერი ცოტა სახიფათო ტერმინია და მასონურ ლოჟებში ნიშნავს თავმჯდომარეს. ოჰო. ხო და რა გამოდის ბიძინა, ბატონო ბიძინა, თქვენ ხო მასონების გეშინიათ და არ გიყვართ და რაც კი დაიბადეთ მის მერე მასთან იბრძვით უთანასწორო ბრძოლაში მასონებთან. აი თქვენმა პრემიერ-მინისტრმა თქვენ დაგაბრალათ რომ ხართ მასონი, გროსმაისტერი დაგიძახათ. და დაფიქრდით ამაზე. ინტელექტუალია ეს არის ცილისწამება თავისუფლად შეიძლება ჩვენ კობახიძეს უჩივლოთ რომ ის ცილს სწამებს ბიძინა ივანიშვილს იმიტომ რომ არც მასონი გროსმაისტერია არც ინტელექტუალია და მით უმეტეს არც პატრიოტი არ არის ამიტომ სასამართლო შეიძლება ჩვენ უჩივლოთ საქართველოს de facto პრემიერ-მინისტრს ამას წინათ ფიქრობდი გიორგი შეიძლება იმ სკროლვის სამმართველო მიაქციოს ამას ყურადღება ხო იმიტომ რომ ლანძღავენ ბიძინას არ შეიძლება ხო გროსმაისტერს ეძახიან ამ კაი კაცს კაცო ამ კაი კაცს მასონებთან მებრძოლს ხვალა მოწვდილს რა ვიცი ლანსელოტი არის და მეფე არტური არის და ტარიელია და ავთანდილია და გიორგი სააკაძე არის და რა ვიცი ვინ არ არის ერთად აღებული ხო თან მასონებს ოფიციალურად ჩვენ ხო მასონებს ვებძვით რეპტილოიდებს, ხვლიკებს, მასონებს, უცხოპლანეტელებს იმათ ვინც დედამიწას თვლის რომ დედამიწა მრგვალი არა და ბრტყელია ხო ვიცით და იმას დიდ სამ ვეშაპზე ძევს დედამიწა ხო ისა ჩვენი ქართული დღევანდელი სახელმწიფო იდეოლოგია რომ მასონებს ვებძვით ჩვენ და აგერ ეს გროსმაისტერს ეძახის ბიჭო როგორ ბედავს ახლა იმ დინაძეს ავტოავარია მოუვიდა ეტყობა თავის საუბარში მოხდა ავტოკატასტროფაში მოხდა რაღაცის თქმა უნდა მაგრამ ისე ჩაეხლართა რომ ყველა ცუდი ვარიანტი გამოუვიდა ბიძინას ქება დიდებიდან გადმოხდა და ჩახტა ემაში რა ქვია ადუღებულ ვულკანში ხო მაგრამ კობახიძე ახლა უფრო ისეთი არის ამიტომ მიაქციეთ ამას ყურადღება ძვირფასო კოცებო პროკურატურასაც მოგიწოდებთ რომ აღძრათ საქმე ირაკლი კობახიძეზე იმიტომ რომ ის ცილს წამებს ბიძინა ივანიშვილს რომ არის მასონური ლოჟის გროსმაისტერი არის ინტელექტუალი იმიტომ რომ აბრალებს ხო და არის დიდი პატრიოტი ხო ასე რომ თხილად იყავით ასეთ განცხადებებში და ბატონ ბიძინა არ ვიცი ხო თქვენ ადგილზე კმაყოფილი არ ვიქნებოდი თქვენი გროსმაისტერად გამოცხადებით რა კუბას ბოლო კითხვა უნდა დაგისვა ჩვენ ვისაუბრეთ უფრო დიდ რეგიონალურ სურათზე ასე ვთქვათ რომელიც დიდი გეოპოლიტიკის ნაწილი ამავე დროს თავად ისაუბრე უკრაინაზეც იმ დინამიკაზე რომელიც არის და ეს ყველაფერი წესით ჩვენ ძალიან ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს მაგრამ ზუსტად ისეთივე როგორ ვთქვათ სიმწვავით ჩვენში დგება ქვეყნის შიგნით ამ არსებული ვითარების შეცვლის პერსპექტივაზე ფიქრი ხო იმიტომ რომ პოლიტიკური ალტერნატივა რომელიც აშკარად უკვე ყველა ზღვარს გადასულ
გამოვლინებებს ხელისუფლების მხრიდან არა მარტო ძალადობის გამოვლინების რიგითი ადამიანების მიმართ, არამედ დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების და სუვერენიტეტის დაკარგვის და ქვეყნის ისტორიული არჩევანის უგულვებელყოფის კუთხით იჩენს და შესაძლებლობებს აკარგვინებს ხალხს და ამის შედეგი არის ასევე ქვეყნიდან ქართველების გასვლის მართლა უპრეცედენტო დინამიკა, რომელიც გვაქვს, ხო? ეს ყველაფერი, ეს სურათი ძალიან მძიმე განწყობაზე გვაყენებს. მე ქართული ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე იმდენად არ ვსვავ ამ კითხვას, მთლიანობაში მაინტერესებს რამდენად ოპტიმისტურად ხარ განწყობილი და რა კვებავს ამ შენს ოპტიმიზმს თუ ასეთი გაქვს. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც ხდება აგერ ჩვენ თვალწინ და პრინციპში დღევანდელი ჩვენი საღამო მიუძღვენეთ სომხეთის თემას, რომ რუსეთი კარგავს პოზიციებს, ხო? ქოცობა საქართველოში ძირფასო მეგობრებო დგას ერთ იდეოლოგიურ კვარცხლბეკზე, საფუძველზე, რომ რუსეთი არის უძლებელი. ვერავინ ვერ მოერია და ვერც მოერევა და რუსეთი არის ყოველთვის მართალი. და რუსეთს უნდა მშვიდობა. ხო, იმიტომ ძლიერი მართალი. ახლა ამ ხალხს რო ელაპარაკო, რომ შვედებს 4-ჯერ აქვთ მოგებული პოლონელები, 2-ჯერ მოსკოვში იყვნენ შესულები, მათ შორის ლიტველებიც, კაზაკებს, უკრაინელ კაზაკებს აქვთ გადამწვარი მოსკოვი, რო ყირიმელ თათრებს 5-ჯერ გადამწვარი აქვთ მოსკოვი, რუსეთ-იაპონიის ომი რო წააგეს, ყირიმის ომი რო წააგეს, ეს არ ითვლება. ეს არ ითვლება. თვლიან რომ ნაპოლეონი დაამარცხეს სხვათა შორის ნაპოლეონის დამარცხებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ რუსულმა ნაწილებმა, საიდანაც უკრაინული გუბერნიებიდან რეკრუტირებულმა ჯარისკაცებმა. იქ აბა ურალიდან ჩამოყვანილი ჯარები არ ომობდა. სხვათა შორის ნაპოლეონთანაც ყირიმის ომშიც ნაომარი აქვთ უკრაინელებს. სხვათა შორის ყირიმის ომში მთავარი გმირი თორცდების სამგზის წმინდა გიორგის ის იყო კავალერი იყო უკრაინელი კოშკა იყო გვარად. ცნობილი ამბავი არის ესა. და საერთოდ რუსი გენერალიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მილორადოვიჩი და რა ვიცი ესე სულ ყველა უკრაინელები იყვნენ. ხო? უკრაინელები ომობდნენ. როცა ეს ომი დაიწყო და საქართველოშიც კი არა და მთელ მსოფლიოშიც გიორგი ყველა შეშფოთებული იყო ჩემს გარდა. ახლა ცუდი შეშფოთებული ვიყავი რომ ომი დაიწყო, იმიტომ რომ ამ ომი არის სისხლი და უბედურება, ხო? და წყევლა ადამიანის ომი, მაგრამ იმასთან დაკავშირებით რომ კიევი დაეცემა და სამ დღეში შევლენ, მე ზოგიერთებს კი არა ამერიკის ხელისუფლებაში ზეგუნათ. რატომ? იმიტომ რომ ისტორია არის არა, ისტორია მოძულებული გერი მეცნიერება. არ გჭირდება კაცო, რა გვინდა ეს ისტორია კაცო და ამ დროს ვინც ასე ფიქრობს, ისტორია რო არის შენი სახელი და გვარი და შენი მეზობლის სახელი და გვარია. ვიცოდი, სხვათა შორის ვილაპარაკეთ მაშინ და შენახავ გარდა სატელევიზიო იმისა, მეგობრობა გვაქვს და ისა. შანსი არ არის, ვერ მოერევენ, ვერ აიღებენ კიევს, გამორიცხულია. ვერ აიღე მონღოლები ვეღარ გადაწვავენ კიევს რა. ერთხელ გადაწვეს და დამთავრდა. და იმის მერე უკრაინამ აირჩია დასავლეთი და აირჩია მაგდებურგის სამართალი, ხო და ბიჭო მერე ამ ხალხს უნდა იცნობდე უკრაინის სამხრეთ ველები გიორგი არის ეგრეთ წოდებულ ხალხთა დიდი გადასახლების დერეფანი და ყველაზე აგრესიული ხალხები მანდ მოძრაობდნენ. რავი, ირანული მოდგმის, თურქული მოდგმის და ყველა ამ აგრესიულმა ხალხმა უკრაინელებში ეს გენეტიკა ჩატოვა. უკრაინელი კაზაკი ეს ცალკე ახლა სამხედროები დამეთანხმებიან. მსოფლიო მიწის რამოდენიმე უნივერსალური მეომარი. ხო? აი უკრაინელი კაზაკი არის ასეთი, რომელიც მუდმივად იბრძვის. და ველის თავისუფლება ქონდათ, ხო, კაზაკ რესპუბლიკა იყო, ხო, სეჩი იყო რესპუბლიკა, ხო? ამიტომ იმ სხვათა შორის ჰიმშიც აქვთ მათ, რომ კაზაკური მოდგმა, კოზაცკავა როდუ რომ ღერიან, ხო? ხას უსვამენ ამას ისინი, რომ ისინი კაზაკების შთამომავლები არიან და მემკვიდრეები არიან მენტალურადაც და ფიზიკურად. ჯო ვერ მოერევი ამ უკრაინას, რა მე ეს არ არის პატარა 40 მილიონიანი ქვეყნის მორევა არის შეუძლებელი თუ ის ქვეყანა გადაწყვიტავს ომს და ომი უკრაინელზე უკეთესად ვინ იცის. რასაც ომი ქვია.
იმიტომ რომ ჯარისკაციც კარგია და მეომარიც კარგი, ორივე სხვადასხვა არის. შეიძლება კარგი მეომარი იყო, მაგრამ ჯარისკაცად არ ვარგოდე ამ პირიქით. უკრაინელი არის კარგი ჯარისკაციც. ჯარისკაცი არის მეომარი, რომელიც დისციპლინას ექვემდებარება. ნახეთ, სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო არმია ყავს და ევროპაში პირველი არმია, მილიონიანი არმია. ტექნოლოგიაში უპირატესობა ნახეთ. საბჭოთა კავშირი ფეხზე დადგა უკრაინელი ინჟინრებით. როგორც ნავთობის მოპოვებაში, ისე რაკეტების წარმოებაში, უკრაინა იყო მთავარი რესპუბლიკა და საერთოდ უკრაინელები მართავდნენ საბჭოთა კავშირს. განსაკუთრებით ბოლო საბჭოთა პერიოდი, როცა შემოდგომა დადგა, ხო? ეს არის უნიჭიერესი ხალხი. ნახეთ, დრონების იმაში გარღვევა, ამერიკელები, გალფის ქვეყნები, რა, ყველა დაინტერესებულია, იმიტომ ნოვაცია არის ამ ხალხის. დიდი ენერგია, მორალური, ეთიკური, ფიზიკური, ისტორიული. ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ერთ-ერთი უკრაინა ყალიბდება 21 საუკუნის სპარტად. და სხვათა შორის მე ვიყავი შემფასებელი ერთხელ თქვი რომ უკრაინელები 21 საუკუნის სპარტელები არიან თქო გამეხარდა ამაცინათ კიტკელოგი რო არ გენერალი გადამდგა იმან თქვა რომ 21 საუკუნის სპარტელები არიან უკრაინელები და თერმოპილე უჭირავთ რა. უსასრულოდ მოგისმენთ მეც და დროის მაყურებელს, მაგრამ თუ მე სწორი დასკვნა გამოვიტანე შენი ოპტიმიზმის თავარი მკვებავი ქართული ხალხის ნებასთან და ისტორიულ კანონზომიერებასთან ერთად არის უკრაინა და მისი წარმატებაც. კი, იმიტომ რომ დღევანდელი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა დღევანდელი ხელისუფლების არის სიმხდალე. ასე იგი. სისუსტე არის გარანტია გადარჩენის. ეს არის მინდვრის თაგვის ფსიქიკა, რომ დავიმალები შევძვრები, პატარა ვარ და ვერ მომაგნებენ. არ არის ასე. ყველა კაცებელი, რომელიც ტყეში და ველზე არის, ყველაზე მეტად იკვებებიან მინდვრის თაგვებით და ამათმა სიმხდალე ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ წავიდა ეს ხელისუფლება. ჩვენი ისტორიის უარყოფა წავიდა. რომ თავარია დანებდე კაცო, დანებდე პროსკინეზა დაემხე, იქნებ არ დაგადგას ფეხი კისერზე და არ დაგახჭოს იქნებ. ჰუმანისტ მონღოლს ეძებენ ქართველები და ჰუმანისტი მონღოლი არ არსებობს. დღევანდელი რუსეთი არის პირდაპირი მემკვიდრე ოქროს ურდოსი. სხვათა შორის ამას უკვე აღარ მალავენ ისინი უკვე. მათ ცივილიზაციური არჩევანი ყოველ შემთხვევაში დღევანდელმა რუსეთის ხელისუფლებამ. იმედი მაქვს რომ გამოიცვლება მერე და ეკატერინეს სულისკვეთება დაბრუნდება და პეტრეს სულისკვეთება დაბრუნდება, ევროპისკენ მიბრუნდება. დღეს ესეა, როგორც ამათმა თქვეს ხოცებმა საქართველოში ქართულ იდენტობაზე უარი, ისე იმათმაც თავიანთ მემკვიდრეობაზე თქვეს უარი და ურდოში უნდათ იცხოვრონ რა. გუბა ძალიან დიდი მადლობა. მადლობ თქვენ და ყველაფერი კარგად იქნება. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, დიდება უფალს. აქვე მოდი შევახსენოთ მაყურებელს, ვისაც ისტორია აინტერესებს, მათ შორის თანამედროვეობაზე სწორი დასკვნების გასაკეთებლად და სწორი პროგნოზების დასასახად, ვინც ჯერ კიდევ არ იცით, დროების YouTube არხზე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი უაღრესად საინტერესო გადაცემათა ციკლს მოგზაურობა წარსულში, რომელსაც სწორედ ისტორიკოსი გუბა სანიკიძე უძღვება, ჩემი მოგრძალებული წვლილიც არის მთელს ამ პროცესში.